რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და 200 წლიანი მონობისგან, იდეაში იმპერიაში მყოფობისგან გამოსვლის მომენტში ერთი წელიც არ იყო ფაქტობრივად გასული, რომ სამოქალაქო მიავტეხეთ და ერთმანეთის ხოცვა დავიწყეთ. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ თემებზე, მათ შორის ძველი ხალხი, ძველი პოლიტიკოსები, ძველი ეგრეთ წოდებული წყალებში ელიტის წარმომადგენლები ამ თემაზე საუბრობენ, ფაქტობრივად არის დამახინჯებული ინფორმაცია და ძალიან ბევრს, მათ შორის საქართველოში, მათ შორის ახალგაზრდობას და მათ შორის ძველგაზრდობასაც წარმოდგენა არ აქვს რეალურად რა მოხდა 1991-93 წლებში. ამ შემთხვევაში მე ვისაუბრებ კონკრეტულად სამოქალაქო ომზე, როგორ დაიწყო, რა პროცესები ზრდებოდა და იყო თუ არა იმის შანსი, რომ ეგ თავიდან აგვერიდებინა და ვინ იყო ამაში დამნაშავე. მაგ კითხვას გავცემ ამ ვიდეოთი პასუხს, ასე რომ მოეწყვეთ, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ ვიდეო. 1987-89 წლებში საქართველოში ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა მრავალპარტიულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დე-ფაქტო პარტიები უკვე არსებობდა, მათ შორის ზვიად გამსახურდის და მერაბ კოსტავას თაოსნომი და ასე შემდეგ, კიდე მრავალი ორგანიზაცია თუ ბრჭყალებში პარტია არსებობდა. რეალურად 87-89 წლებში იწყება ის პროცესები, რამაც მიიყვანა საბოლოოდ საქართველოს იმ მდგომარეობამდე და იმ მდგომარეობაში, რაც რეალურად ჩამოყალიბდა 90-იან წლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი შეფასებით იმ დროს საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, რომ გაეკეთებინა შემდეგი გადაწყვეტილება, რომ თანდათანობით ევოლუციის გზით უნდა წასულიყო საქართველოს პოლიტიკური დემოკრატიული ჭყალებში განვითარება, რეალურად შეგვეძლო ეს სისხლიანი კონფლიქტი და ძმათა დამღუპველი ომი თავიდან აგვეცილებინა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ პარტია იყო ჰელსინკის კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ, როგორც მოგეხსენება, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. და სწორედ ამ ორგანიზაციის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებლობისკენ უკომპრომისო ბრძოლა, ან ფაქტობრივად მან არანაირი უკან გადადგმული ნაბიჯი მაგ ორგანიზაციას არ გაუკეთებია და ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მერაბ კოსტავას სიკვდილის მერე ზვიადმა სწორედ ეს გზა ნამდვილად აირჩია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა შეიძლება საგარეო მიმართულებით რაც იყო დაშვებული, სწორედ ეგ მოცემულობა გახდა. მათ ასევე ჰქონდათ ესეთი იდეალისტური წარმოდგენა, სადაც კავკასიის რაღაც კონფედერაცია უნდა შექმნილიყო, რომელიც რეალურად იქნებოდა ახალი ძლიერი სახელმწიფო, თუმცა ეგ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში სახელმწიფო როცა იქმნება, მანდ არის მნიშვნელოვანი, რომ კულტურებს შორის შესაბამისობა არსებობდეს, ვინაიდან ჩვენ კავკასიაში სხვადასხვა სახის გეოპოლიტიკური თუ რელიგიური ინტერესები მოქმედებდა, მან შეუძლებელი იყო მაგ კავშირის თუ კონფედერაციის შექმნა, შესაბამისად ეგ ერთი უტოპიური მიმართულება ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ იყო მთავარი დამღუპველი ფაქტორი, მთავარი დამღუპველი ფაქტორი იყო პირველ რიგში შიდა პოლიტიკური პროცესები. 1990 წლის 25 მარტს უნდა გამართულიყო არჩევნები უზენაესი საბჭოში, რომელიც ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, იყო საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ერთი ძალიან მძიმე და რთული პრობლემა იყო მან წამოჭრილი, რომ რეალურად მაგ არჩევნებში მხოლოდ კომუნისტურ პარტიას ჰქონდა მიღების საშუალება კონსტიტუციის მიხედვით. შესაბამისად, მან ერთი ეგ პრობლემა დადგა და მთელი ეროვნული მოძრაობა მაგ არგუმენტაციას იყენებდა, რომ ეგ არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო და არავის არ უნდა მიეღო რეალურად მონაწილეობა უზენაესი საბჭოს არჩევნებზე. და სწორედ ამასთან დაკავშირებით 13-15 მარტს გაიმართა კონფერენცია ეროვნული საბჭოში, სადაც შეიქმნა ეროვნული ფორუმი. ეროვნული ფორუმი იყო, სადაც მთელი ეროვნული მოძრაობა ერთიანდებოდა და რეალურად საკოორდინაციო ფუნქციას უფრო ასრულებდა მთელი ეროვნული მოძრაობის და სადაც ითქვა პირდაპირ ეროვნული საბჭოს არჩევნებზე არავის არ უნდა მიეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მთავარი არგუმენტი სახელდებოდა ის, რომ მან შეუძლებელი იყო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამასთანავე იყო შემდეგი არგუმენტაცია, რომ ვინაიდან ეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დამყარებული კონსტიტუცია და წესრიგი იყო, მაგ წესრიგს არ უნდა დამორჩილებოდნენ, შესაბამისად მაგ არჩევნებში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ვინაიდან მაგას თუ გააკეთებდნენ, აღიარებდნენ დე იურე და დე ფაქტო საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაციას. თუმცა ეგ ლოგიკური იყო და ჩემი აზრით ეგრე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლებას მაქამდე აღიარებდა მთელი დასავლეთ და მთელი ცივილიზაცია სამყაროში. შესაბამისად, ეგ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა მაგ მიმართულებით და რატო იყო შეცდომა, ეხლა გავაგრძელოთ და თქვენ თვითონაც მიხვდებით. აქვე იმასაც დავძენ, რომ ეროვნულ ფორუმში გაწევრიანებული იყო 42
ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, რომელშიც ასევე შედიოდნენ საკმაოდ მსხვილი პარტიები, როგორც ახსენე ჰელსინკის კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული, მონარქისტული, დემოკრატიული და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიები. და ამან რა თქმა უნდა ეს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება დააფრთხო ამ ყველაფერმა და 20 მარტს ისინი გამოვიდნენ და თქვეს რომ არჩევნები იყო გადადებული, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ოქტომბრის თვეში, კერძოდ 28 ოქტომბერს დაინიშნა შემდეგ და მრავალპარტიული სისტემით იქნებოდა ეს არჩევნები. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და რეალურად ეს იყო ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება, ვინაიდან თუ ჩატარდებოდა რა თქმა უნდა არჩევნები, აუცილებლად დიდი ალბათობით ეროვნული მოძრაობა გაიმარჯვებოდა მაგ არჩევნებში. თუმცა მთავარი შეცდომა სადაც ზვიად გამსახურდიან და ზოგადად ჰელსინკის კავშირმა დაუშვა, ეს იყო 27 მარტს, როდესაც მესამე ხტობა ეროვნული ფორუმის მესამე ხტომა გაიმართა და იქ ითქვა ესე კონკრეტულად, რომ არავის არ უნდა მიეღო უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და ამის ნაცვლად გარდამავალი ხელისუფლება უნდა შემდგარიყო და გარდამავალი ხელისუფლება ეროვნული კონგრესის სახელით უნდა აირჩია. ანუ ეროვნული კონგრესი იყო, ასე ვთქვათ, დე ფაქტო პარლამენტი, რისი წარმოდგენაც უნდა იმ დროინდელ ეროვნულ მოძრაობას და მასში თავიდანვე გაერთიანებული იყო ზვიად გამსახურდია მიუხედავად იმისა, რომ მერე დაუპირისპირდა მაგ ორგანიზაციას და რეალურად მაგ ორგანიზაციამ უცნულელყო ეროვნული მთავრობის დამხობა. ეხლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მარტივად რო ვთქვათ, ქართველების დამოკიდებულება მაგ მიმართებით იყო შემდეგი, რომ ნებისმიერი საბჭოთა სტრუქტურა უნდა ყოფილიყო უარყოფილი. და თუ უარყოფილი იქნებოდა, ახლიდან შეგვეძლებოდა რაღაცეების დაწყება. თუმცა საერთაშორისო ამართალში და პოლიტიკაში და მათ შორის დასავლეთის პოლიტიკაში ეგ იყო რეალურად შეუძლებელი და არავინ არ აღიარებდა არც ეროვნულ კონგრესს და არც მსგავს დე ფაქტო პარლამენტებს. შესაბამისად აუცილებლად გარკვეული სამართლის ჩარჩოში უნდა ყოფილიყო ეგ ყველაფერი ჩასმული. ამას სხვათა შორის გარკვეული ლიბერალური ფრთა მიესალმებოდა, რომ აუცილებელი იყო უზენაეს საბჭოს არჩევნებში მიიღება მონაწილეობის და ისე დამარცხება საბჭოთა მართლობის საქართველოში, თუმცა ეს არ გაიზიარა იმ დროინდელმა ძირითადმა ბირთვა ეროვნული მოძრაობის და სულ ცოტა ხანი არ იყო გასული და მართლაც გაიხლიჩა ეროვნული ფორუმი, იქიდან წამოვიდა ზვიად გამსახურდია, ჰელსინკის კავშირი და კიდევ მასთან დაახლოებული ორგანიზაციები. ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია საფუძვლად უდევდა შემდეგი რაღაცა, რომ ზვიად გამსახურდიამ და ჰელსინკის კავშირმა გაანალიზა, რომ მართლაც რეალისტური ხედვა უნდა ჩამოეყალიბებინა და აუცილებელი იყო უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც იქ უნდა დანიშნული იყო შემდეგ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გარდამავალი ხელისუფლება და სწორედ ესე უნდა მომხდარიყო პროცესები. ეროვნული კონგრესის მომხრეები იყვნენ ჭანტურია, წერეთელი და ასე შემდეგ, რომელსაც მიაჩნდათ, რომ ეგ იყო დაუშვებელი და არანაირი ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცათ საბჭოთა სტრუქტურებისთვის, რაც იყო იდეალისტური და როგორც აღმოჩნდა დამანგრეველი ხედვა საქართველოსთვის. საბოლოო ჯამში მივიღეთ შემდეგი რაღაცა, რომ ორად გაიხლიჩა ეროვნული მოძრაობა, ანუ შიდა დაპირისპირება უკვე წარმოჩინდა, რაც ძალიან ტრაგიკული მოცემულობა იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ახალი მოპოვებული გვაქვს ლამის დამოუკიდებლობა, ბოლომდე არ გვაქვს მოპოვებული, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ მაგასთან და ეროვნული მოძრაობა, რომლის თავარი მიზანი დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო ნებისმიერი გზით, ვერ ახერხებს გაერთიანებას და ხდება გახლეჩვა და რეალურად დაპირისპირების ნიშანის გამოჩენა, რაც იყო ძალიან დიდი ტრაგიკული მოცემულობა იმ პერიოდში. ამის კარგი დასტური იყო, რომ ეროვნული კონგრესის არჩევნები ჩაინიშნა, ანუ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები ჩაინიშნა 30 სექტემბერს, ხოლო უზენაეს საბჭოს არჩევნები ჩაინიშნა 28 ოქტომბერს. ხო, აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ ეროვნული ფორუმი და როგორც კი გამოვიდა ზვიად გამსახურდია, 7 მაისს შექმნა მგვალი მაგიდა, სადაც გაერთიანდნენ როგორც ვახსენე ზვიადის, ჰელსინკის კავშირი და სხვა მასთან დაახლოებული პარტიები, მაგალითისთვის მონარქისტული კონსერვატიული პარტია წმინდელია მართლის საზოგადოება, მერად კოსტავას საზოგადოება და ასე და ასე შემდეგ. და რომ გავაგრძელოთ, ის რომ ეროვნული კონგრესის 30 სექტემბერს დანიშნული არჩევნები იყო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, ამას ადასტურებს არა მარტო მე, არამედ თვითონ გვალი მაგიდის განცხადება, რომელსაც მიაწერო ზვიად გამსახურდიას დაწერილი იყო, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა ის რომ ეს განცხადება
რგვალი მაგიდის ოფიციალური პოზიცია იყო, ეგ არის ასე თქვა დადასტურებული და მანდ იყო შემდეგი პოზიცია გამოთქმული, რომ მომავალში კომუნისტური ხელისუფლება ეროვნულ კონგრესს გამოიყენებს პოტენციური შიდა დაპირისპირებისთვის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ეს იყო პირდაპირ მოცემული მაგ ასე თქვა დოკუმენტში. ხედავთ, რომ ზვიად გამსახურდია საკმაოდ რეალისტური პოზიცია ჰქონდა მაგ მოვლენებისადმი, თუმცა ვერაფრის შეცვლა ვეღარ შეეძლო, ანუ უფრო მეტად დაპირისპირება მაგ მომენტში უარეს შედეგს გამოიღებდა, თუმცა მერე ზვიად გამსახურდია შეცდომებს პირდაპირ დავინახავთ. და სწორედ ამიტომ ზვიად გამსახურდია და ზოგადად რგვალი მაგიდა აქტიურად მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ არ მიეღოთ ამ ეროვნული კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა, რაც მართლა ეგრე მოხდა. ძალიან ბევრმა არ მიიღო, უმრავლესობამ საქართველოს მოსახლეობის არ მიიღო მაგაში მონაწილეობა. 30 სექტემბერს დაინიშნა არჩევნები და რეალურად მოხდა შემდეგი რაღაცა, რომ ეროვნული კონგრესი გამოვიდა თქვა, რომ 1.500.000-მა დაახლოებით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ვითომ და ამ არჩევნებში, თუმცა მერე თვითონ ირაკლი წერეთელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა და ერთ-ერთი ლიდერი იყო ეროვნული კონგრესში წარმოდგენილი ჭყალებში ელიტის, თვითონვე აღიარა, რომ ეგ იყო ფალსიფიკაცია და გაცილებით ცოტა ადამიანმა მიიღო მაგ არჩევნებში თურმე მონაწილეობა, თუმცა ეროვნული კონგრესმა რეალურად ფალსიფიკაცია მოახდინა მაგ ყველაფრის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ EDP-მ გაიმარჯვა მაგ ვითომ არჩევნებში და რეალურად ეგ იყო დასაწყისი ძალიან მძიმე პროცესებისთვის საქართველოსთვის. ამასთან 28 ოქტომბერს უკვე ჩატარდა რეალური არჩევნები, უზენაესი საბჭოს არჩევნები, სადაც ზვიად გამსახურდიამ და რგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა სრული უპირატესობით და აქ იგულისხმება ის, რომ დაახლოებით 53%, 14% მიიღო რგვალმა მაგიდამ, ხოლო კომუნისტურმა პარტიამ მიიღო დაახლოებით 700.000-მა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური სხვაობა, ანუ დაახლოებით ნახევარზე იყოფა, მაინც დიდი სხვაობა იყო, იმიტომ რომ კომუნისტურ პარტიას გაცილებით დიდი რესურსი ჰქონდა, თუმცა ბუნებრივია ეროვნულ მოძრაობას წინ ვეღარ აღუდგებოდა მაგ მიმართულებით კონკრეტულად დამოუკიდებლობისკენ ბრძოლისთვის. თითქოს სასიხარულო რაღაცა მოხდა, რგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, თუმცა რეალურად de facto შეიქმნა ესეთი მოცემულობა, რომ თუ ორ ხელისუფლებიანობა არა, ყოველ შემთხვევაში ორი დამოუკიდებლობისკენ მებრძოლი ეროვნული მოძრაობის გახლეჩილი ადამიანები ერთმანეთს ებრძოდნენ, რაც იყო ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ისედაც ძალიან დასუსტებულ საქართველოში, სადაც გარდამავალი პერიოდი უნდა დაწყებულიყო, რეალურად ერთი მიზნისთვის ვითომ და წესით უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული, თუმცა რეალურად ერთმანეთის ჭამა და ბრძოლა დაიწყეს. ფრანგებს აქვს ესეთი ანდაზა, ყველა ერი ისეთ ხელისუფლებას იმსახურებს, როგორც თვითონ არის. ეს იყო კანონზომიერება, რომ უზენაესი საბჭოს არჩევნებში რგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ დღევანდელ დამონებულ საქართველოს სწორედ რგვალი მაგიდა ჭირდება. სწორედ რგვალი მაგიდა. თავს სხვა ხელისუფლება და სხვა ბრძოლის ჭყალებში ბრძოლის გზა არ ჭირდება. აი ეს არის სიმართლე, ჩვენ თუ არ ვთხოვს არ ვთხარით, რომ ის არ ვთხოვია, ჩვენ არ ვთხოვს, ვერ მოვარჩეთ, ვერ ვიკუმარით. სწორედ ამის გამოხატულება იყო 1990 წლის 30 ნოემბერს ეროვნული კონგრესის სპეციალური შეკრება, სადაც რეალურად ახალი უზენაესი საბჭოს მიმართ უნდა ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია და ой საოცრებამ რა გააკეთეს. მოდი წარმოვიდგინოთ შემდეგი მოცემულობა, რაც უკვე ახსენი, რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და პირდაპირ გამარჯვებული გამოდიოდა საქართველოს უზენაეს საბჭოში გამარჯვებით, თუმცა ეროვნულ კონგრესმა რა გააკეთა? ფაქტობრივად არალეგიტიმურად ცნო უზენაესი საბჭო, ანუ გამსახურდია და რგვალი მაგიდის ლეგიტიმაცია არ ცნო, პირდაპირ დაცვა შემდეგი საკითხი, რომ უზენაესი საბჭო უნდა გაუქმებულიყო. და პარლამენტული აქციებით თუ სხვა დესტრუქციული ქცევებით მიიღწეოდა თავისუფლება, რაც ბუნებრივია სისულელე იყო პირველი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომ ვიღაცეებს ეღიარებინეს, შენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნა, ეროვნული კონგრესი არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ იყო de facto ორგანიზაცია, მაგრამ გარდა ამისა, ეს იყო პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, სადაც ოფიციალური არჩევნები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, არ აღიარა რაღაც de facto ორგანიზაციამ. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედიის დასაწყისი. ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნები, ჩხილებს არ ხსნით, ყველანი მიხვდით. ყველამ დაძაბეთ გონება. და განსაკუთრებით ვთქვათ, ბატონო ოპოზიციონერებო თქვენ. ვინაიდან ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს როგორც ასეთის საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის როგორც ასეთის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირველ რიგში თბილისში,
და მე დაგიხატავთ თბილის თუ ეს ამბავი მოხდა, აი იმ შემთხვევაში. თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება ერთადერთი ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში და მისი ხელმძღვანელის ხელში. მათ შორის იქნება შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი, ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები, აღარ იარსებებს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ იარსებებს სურსათით მომაგრება მოსახლეობის, აღარ იარსებებს სამედიცინო მომსახურება. თბილისი შესაძლოა გადაიქცეს მკვდარ ქალაქად და საერთოდ შეცვლითოს არსებობა. აქვე უნდა ვახსენოთ უზენაესი საბჭოს პირველი სესია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ესენია შემდეგი: რომ საქართველოს რესპუბლიკაში გამოცხადა გარდამავალი პერიოდი. და შეიძლება ითქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ იგულისხმება ის, რომ ეს არ იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, არამედ ეს იყო ის პერიოდი, სადაც საქართველოს უნდა მომზადებულიყო დამოუკიდებლობისთვის, იქვე მოქმედებდა როგორც საქართველოს ცალკე კანონები, ანუ საბჭოთა კავშირის კანონებში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობას დატოვეს, მისი სტრუქტურებიც გარკვეულწილად დატოვეს, მაგრამ ასევე თქვეს, რომ თუ საბჭოთა კანონები წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კანონებთან, საქართველოს კანონი უნდა ყოფილიყო უზენაესი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს. შესაბამისად, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრაგმატული რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ჯერ იმის ძალა არ ქონდა საქართველოს, თუ პირდაპირ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, მეორე საბჭოთა კავშირი de facto ისევ არსებობდა, de jure უბრალოდ ისევ არსებობდა, შესაბამისად, საკმაოდ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო იმ პერიოდში უზენაესმა საბჭომ და ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც პირდაპირ მოუწოდებდა მრგვალი მაგი და ერთიანობისკენ ეროვნულ მოძრაობას, რა თქმა უნდა, აქ მოიაზრებოდა ეროვნული კონგრესი. თუმცა ეროვნულ კონგრესმა რა პასუხი გასცა მაგ ყველაფერს, მე მგონი კარგად ავხსენე. სხვათა შორის მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, რომ ეროვნულ კონგრესი რომ დაუპირისპირდა მრგვალ მაგიდას, მასში შედიოდნენ შემდეგი ადამიანები: ირაკლი კობახიძის მამა, რაც მთავარია დღევანდელი ქართული ოცნების წევრები, შარმანაშვილი, ხაინდრავა, მიუხედავად იმისა, რომ გოგა ხაინდრავა არ არის ოფიციალურად და de jure წარმოდგენილი ქართული ოცნების შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ის არის პროპაგანდისტი ქართული ოცნების. ასევე იქ შედიოდა ქადაგიშვილი, რომელიც ასევე ქართული ოცნების დეპუტატია და მე მგონი კარგად ხვდებით, ვინ არიან დღევანდელ გინდა ხელისუფლებაში, გინდა ოპოზიციაში წარმოდგენილები, მათ შორის ძმები ბერძენიშვილები და მთელი ეს კასკა, რომელიც რეალურად მოღალატეობრივი გზით მოვიდნენ პოლიტიკურ ელიტაში და რეალურად ჩემხელებს და არა მარტო ჩემხელებს მომავალი წაართვეს, მიუხედავად იმისა, რომ მანდ იყო გეოპოლიტიკური დაპირისპირება, იქ რუსეთი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა ცივილიზაციები ერთმანეთს ებრძოდნენ, რეალურად მთავარი გადაწყვეტილება თავიდან ხდებოდა შიგნით, საქართველოს შიგნით. შესაბამისად, ეგ ადამიანები არიან, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს საქართველოს და მეგობრებო, ეგ გაითვალისწინე ზოგადად, რომ იხვალთ საარჩევნო უბანზე ხოლმე. სიგოვას და კიტოვას აგინებენ აქ ზოგიერთები. სიგოა და კიტოვანი აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. რა უჭირდა სიგოას იმისი, რომ თაფით იდგეს ეხლა იქა. პუჩი დაიწყო 28 ოქტომბერს საქართველოში. ცხადია, იქვე შედიოდნენ ჭანტურია, ჯაბაიოსელიანი, ირაკლი წერეთელი და მსგავსი ფიგურები, ეგ ბუნებრივია და სხვათა შორის ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, IDP იყო, სადაც ჭანტურია იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური დაპირისპირებული მხარე ზვიად გამსახურდიაში და მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ჭანტურიამ ინტერვიუს სომხურ გაზეთს მისცა, რომელშიც ახალი ეროვნულ-დემოკრატიული ლიდერი არც მალავდა თავის ტყუილ დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი, სადაც აღნიშნა პირდაპირ, რომ მოსალოდნელი იყო დაპირისპირება ეროვნულ კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის, ანუ კონკრეტულად მგვალმაგიდას შორის, სადაც მან არ ახსენა, რომ ეს იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება, თუმცა ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს გადადგავდა ჭანტურიას თქმით ეროვნული კონგრესი მგვალი მაგიდის წინააღმდეგ. ალბათ ხვდებით უკვე 1990 წელსაც უკვე როგორი დაძაბული ვითარებით მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკური პროცესები. ცხადია, იყო გარკვეული მოლაპარაკებების ცდილობები, თუმცა რეალურად უშედეგო თავდებოდა, იქ იყო პარლამენტული აქციების გამართვის ცდილობები და სწორედ ეგეთი დაძაბული ვითარება არის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და რაც მნიშვნელოვანია, ცხადია, როდესაც არსებობდა
მხედრიონი კონკრეტულად და კიდე სხვა სამხედრო დაჯგუფებები არსებობდნენ. ეს რა თქმა უნდა მიუღებელი იყო ეროვნული ხელისუფლებისთვის და ამ მძიმე ვითარებაზე 1 დეკემბერს ტელევიზიაში გამოვიდა რესპუბლიკის პროკურორი რაზმაძე, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე ისაუბრა და პროკურორის მონაცემებით ბოლო 2 თვეში დაფიქსირდა 47 ყაჩაღობა, 48 მკვლელობა. და კიდე მრავალი სახის დანაშაულებები. ალბათ ხვდებით რა დანაშაულებები ჩადიოდნენ კონკრეტულად ამ შემთხვევაში დიდწილად მხედრიონზე არის საუბარი. და სწორედ აი ამ პრობლემის გადასაწყვეტად 1990 წლის 28 დეკემბერს უზენაესმა საბჭომ 2 ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. პირველი ეს იყო შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავდა, ეგერთი და მეორე 28 დეკემბერს მიიღეს დადგენილება კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ. რაც პირდაპირ შეტევა იყო, ასე ვთქვათ, ამ არაკონსტიტუციურ სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ და ჯაბა იოსელიანის ამაზე პასუხი რა უნდა ყოფილიყო თქვენი აზრით? რეალურად რა თქმა უნდა, ახლა ყალიბდება დამოუკიდებელი საქართველო, უნდა განვითარდეთ, ჩვენი ჯარი უნდა გავაძლიეროთ, ჩვენი ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, მთელი ეს რაღაც რთული პერიოდია და იდეაში ყველა ნორმალური ადამიანი იფიქრებს, რომ ამას უნდა დავმორჩილოთ. თუმცა ჯაბა იოსელიანმა რა თქმა უნდა არ დამორჩილდა მაგ ყველაფერს და თქვა შემდეგი რაღაცა. ეროვნული გვარდია ეს არის ნამდვილი ბლეფი, არავითარი გვარდია საქართველოში არ არსებობს, ეს არის იგივე მოსკოვის შინაგანი ჯარების გაძლიერების პროცესი. ჩვენ დავმორჩილებით მხოლოდ ისეთ ორგანოს, რომელიც იქნება მთელი ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გამომხატველი. ალბათ ხვდებით უკვე რა მდგომარეობაში იყო იმ დროინდელი საქართველო და რა მდგომარეობისგან უბიძგებდა ეს ყველაფერი საქართველოს, თუმცა ამ შემთხვევაში ამაზე პასუხად სახელმწიფომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დაგეგმა ოპერაცია, რომელიც ძალიან სწორად და სწრაფად შესრულდა. 1991 წლის 19 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისსა და სხვა ქალაქებში მხედრიონის მთელი ელიტა დააპატიმრა, მათ შორის იყო რა თქმა უნდა მხედრიონის სული და გული ჯაბა იოსელიანი. რითაც რეალურად გაანეიტრალა ეს მხედრიონი და თავარი საფრთხე იმ დროინდელი სახელმწიფო ხელყოფისა. და რატომ იყო ეს საფრთხის შემცველი? სწორედ ჯაბა იოსელიანის განცხადებით 2500 შეიარაღებული და ამდენივე მზადყოფილისგან შედგებოდა მხედრიონი, ასევე მათ გააჩნდათ სამხედრო შეიარაღება, მაგალითად ჯავსანი ტექნიკა და ასე შემდეგ. ამ პროცესებს ბუნებრივია ესე იოლად არ ჩაულია. დპს და ზოგადად ეროვნული კონგრესის მეთაურობით იმართებოდა აქტიური მიტინგები, ეს იყო დაახლოებით მარტი-თებერვლის პერიოდი, სადაც ისინი მოითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, მხედრიონზე იყო ძირითადი აქცენტი და რეალურად წარმოიდგინეთ, იყო არაფორმალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებამ სრულად კანონიერად დაიყვანა, არაფერი არ იყო შეზღუდული, პარტიები მოქმედებდნენ თავისუფლად, მათ შორის არსებობდა დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანო და წარმომადგენლობითი ორგანო, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელი იყო და იმდენად დემოკრატია იყო ბრალებში დამკვიდრებული, რომ მაგათ მუშაობას რეალურად ხელი არ ეშლებოდა, რაც რა თქმა უნდა იყო დიდი შეცდომა. მაშინ ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო, როგორც ვახსენე და რეალურად ძალიან დიდი შანსი ჰქონდა მაგ მხარის განეიტრალების და რეალურად მეტნაკლებად სტაბილური ვითარების შენარჩუნების, იმიტომ რომ საჯარისო ნაწილებში მას ჰქონდა ძალა, მაშინ თენგიზკიტოვანი ჯერ კიდევ ხელისუფლებასთან იყო, შესაბამისად მაგ ვითარებაში ნამდვილად შეეძლო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მგვალმაგიდა და კონკრეტულად ზვიად გამსახურდია, სადაც მათ ასე ვთქვათ ამ არაკონსტიტუციურ ჩარჩოს ალაგმავდა და სტაბილურ მდგომარეობაში დააბრუნებდა ქვეყანას, თუმცა ეგ არ განხორციელდა და ეხლა გადავიდეთ საინტერესო მიმართულებაზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია, ანუ ეს ეროვნული კონგრესი, საერთოდ ეწინააღმდეგებოდა უზენაეს საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ვახსენე რომ გარდამავალი პერიოდი იყო გამოცხადებული და რა თქმა უნდა უზენაეს საბჭოს მგვალმაგიდას, ვინაიდან უმრავლესობა ჰქონდა უზენაეს საბჭოში მოპოვებული, მათ შეეძლო გამოეცხადებინა ძალიან მარტივად დამოუკიდებლობა, თუმცა ეროვნული კონგრესი აცხადებდა, რომ ვინაიდან უზენაეს საბჭო იყო რაღაც კომუნისტური წარმონაქმნი,
მრგვალ მაგიდას მაგის უფლება არ ქონდა დანარჩენი შეფასება მაგ მმართველი თქვენ თვითონ გააკეთეთ და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო მთელს რესპუბლიკაში რაც მოიაზრებდა SSRK-ს ასე თქვა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას თუმცა გაცილებით დიდი უფლებები ექნებოდა კონკრეტულ რესპუბლიკას გამსახურდი ამ ამაზე უარი თქვა არ მიიღო ამაში მონაწილეობა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეგ შეცდომა იყო ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეგ სწორი პოზიცია იყო იმიტომ რომ მე როგორც გამოჩნდა საბჭოთა კავშირი ზედ დაიშალა და ძალიან უმტკივნეულოდ შეიძლებოდა მან გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან თუმცა ფაქტია რომ ზვიადმა მაგ თემასთან დაკავშირებით უარი განაცხადა და ამ პროცესმა რეალურად საქართველოს და ზვიად გამსახურდია და მგვალი მაგიდა დააყენა კონკრეტული ფაქტის წინაშე რომ ან ამ საკავშირო რეფერენდუმზე ხელი უნდა მოეწერა და ჩაეტარებინა ან და უნდა მოხდარიყო შემდეგი რაღაცა რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და სწორედ ამ მიმართულებით წავიდა ზვიად გამსახურდი ანუ გარდამავალი პერიოდი რომ უნდა გაგრძელებულიყო უფრო მეტხანს რამდენიმე წელი რეალურად ძალიან მალე 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა, რომ ბევრმა საერთოდ უზენაეს საბჭოში იმ დღეს რომ უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა არ იცოდა, რაც ძალიან ნიშანობლივი იყო და საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, როგორც ვახსენე ეროვნული კონგრესი მაგ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა და სავარაუდოდ მაგას მოერიდნენ რომ თავიდანვე რაღაც აქციები არ ჩატარებულიყო და დამოუკიდებლობის მოთხოვნის წინააღმდეგ რაღაც გარკვეული სპეკულაციები არ ყოფილიყო თუმცა საბოლოო ჯამში როგორც კი ასე ვთქვათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ რამდენიმე დღე იყო შეჩუმე შემდეგ ეროვნულ კონგრესმა თითქოს ვითონდა მხარი დაუჭირა თუმცა იმავე აკრიტიკებდა რომ უზენაეს საბჭო არალეგიტიმური იყო და რეალურად ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ ზვიად გამსახურდია გამოაცხადა დიქტატურა და ამ გზით გააგრძელა ზვიად გამსახურდიასთან და მგვალ მაგიდასთან ბრძოლა. ახლა გადავიდეთ რეალურად რა ხდება საგარეო მიმართულებით აქ დეტალურად ამ თემას ამ ვიდეოში არ შევეხები შეიძლება მომავალში ამ თემაზე ჩავწერო ცალკე ვიდეო და მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტზე და ზოგადად რა ვითარებები იყო მაგ მიმართულებით, თუმცა ერთი რამე უნდა ვახსენო. პირველი ზვიად გამსახურდი არ იყო ეგრეთ წოდებული პროდასავლელი მაგის პირდაპირი გაგებით, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა, სადაც შიდა პოლიტიკაში არავინ არ ჩაერეოდა, რა თქმა უნდა მომავალში მოუწევდა და გაითვალისწინა კიდევაც სხვათა შორის რაზეც მოგიყვებით საგარეო პოლიტიკური ვითარება, თუმცა რეალურად ის იყო იდეალისტი და ბოლომდე შიდა პოლიტიკაში უნდოდა თავისუფლების მოპოვება და საკუთარი ინტერესების დაცვა. მას ჰქონდა ნამდვილად შეხვედრები უმაღლეს წარმომადგენლებთან, გინდა ამერიკის და გინდა სხვა ქვეყნების, აქტიურად ითხოვდა დამოუკიდებლობის აღიარებას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესოა, რატო ვერ მოხერხდა და როგორც კი შევარდნაძე მოვიდა, ეგრევე აღიარა დასავლეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა. ერთი იყო დრო შეუფერებელი, ანუ საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ თხილი ვითარება იყო მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატების მთავარი ინტერესი ის იყო, რომ ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი რო ქონდა საბჭოთა კავშირს მეტნაკლებად სტაბილურად დაშლილიყო და არ ყოფილიყო რამე ექსესები და ვიღაც არ ვიცი ჩრდილოეთ კავკასიელები იქნებოდნენ თუ ვინ იქნებოდნენ არ ჩაეგდოთ ეგ უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი ხელთ. მეორე ეს იყო საბჭოთა კავშირის ისე დასუსტება რომ რეალურად გონზე ვეღარ მოსულიყო. შესაბამისად იმ პერიოდში რომ ამერიკას მეტნაკლებად კარგი დამოუკიდებლობა ქონდა გორბაჩოვთან და ზოგადად საბჭოთა კავშირის თუ რუსეთის ხელისუფლებასთან მაგის გაფუჭება არ უნდა და შესაბამისად ეგ მთელი პოლიტიკური პროცესი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, შესაბამისად მაგიტომაც არ იყო აღიარება და ამ შემთხვევაში ფსონი რომ ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად დაეხმარებოდა ადრე თუ გვიან გარკვეულწილად და პოლიტიკური გავლენების გაზდა შეეცდებოდა გინდა სამხრეთ კავკასიაში და გინდა ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეგ რა თქმა უნდა ლოგიკური იყო, თუმცა იმის წარმოდგენა რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკომპრომისოდ და სრულიად მთელი ძალდატანებით დაიცავდა გინდა ჩვენს უფლებებს და გინდა სხვა რესპუბლიკების უფლებებს გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, ვინაიდან დასავლურ სამყაროს არ ქონდა აღიარებული ბალტიისპირეთი როგორც საბჭოთა კავშირის შემავალ რესპუბლიკებად, ანუ დე იურე აღიარებდა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, შესაბამისად მათ ძალიან დიდ დახმარებას აწვდიან, თუმცა სხვა ვითარება იყო სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით და ეხლა როგორ ესმოდა დასავლური ორიენტაცია ბატონ ზვიან გამსახურდიას მის ციტატას მოვიყო. ღია წერილში მან 1992 წელს გამოაქვეყნა შემდეგი სტატია.
ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰქონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების ეროტიკა, დასავლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშლილი დგომა, უცხოური კრედიტების მოლოდინსი, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სინდისეთა კურორტების, პორტების და საწარმო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისთვის და სხვა. ჩვენ ასეთ დასავლურ ორიენტაციას გვმობ, დაასკვნა დემილობაში ყოფი საქართველოს პრეზიდენტი. დასავლური კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკური ნააზრევი, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენის თვალსაზრისით ამის ათვისება და გათვისება დასავლური ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჩვენი შიდა პოლიტიკური მდგომარეობის მაქსიმალური კონტროლი უნდა და ზუსტად გამსახურდია, სადაც არც დასავლეთი, არც რუსეთი და არც ერთი მხარე არ ჩაერეულდა ჩვენს ინტერესებში, არც კრედიტებისთვის დგომას არ აპირებდა, მათ შორის ზუსტად გამსახურდიას გაქცევის მერე კარგად გამოჩნდა, რამდენად დაიწია აქ კრედიტების შემოდინება და უზარმაზარი ვალები გვადებს და ეხლა ჩვენი გადასახდელია. სხვა შემთხვევა რომ ამის საპირისპირო შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ კრედიტების გარეშე შეიძლება ვერ გამმართულიყავი წელში, თუმცა რომ არ მომხდარიყო ის სამოქალაქო ომი და ის ომები, რომლის პოტენციალი ჩემი აზრით გაგვაჩნდა, შეგვეძლო ეგენი თავიდან აგვერიდებინა. ერთ-ერთი დამაპირისპირებელი მოვლენა მოხდა მოსკოვში, რომლითაც თენგიზ-კიტოვანი და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს დააპირისპირა, ეს იყო მოსკოვის პუჩი, სადაც პარტიულ კონსერვატიულმა ელიტამ სადა საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ შენარჩუნება ხსნა გადარჩენა და 5 აგვისტოდან ემზადებოდნენ, როგორც ცნობილი არის ეს ადამიანები ამ პროცესისთვის. 1991 წლის 19 აგვისტოს შეთქმულება ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს ყირიმში დასასვენებლად ყოფი გორბაჩოვი. მან შექმნეს ეგრეთ წოდებული საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი GKP-ში. რეალურად მან გადატრიალება ვერ შედგა, იმიტომ კი არა რომ ძალა არ ჰქონდათ, არამედ ვერ გაბედეს, მათ შორის ვერც ძალა ვერ გამოიყენეს, თუმცა მათ მოასწრეს საქართველოში გამოგზავნა ზემისრები, სადაც თხოვდნენ სხვადასხვა რესპუბლიკას, მათ შორის საქართველოს, რომ ეროვნული გვარდია, რომელიც იყო შექმნილი და რომელიც იყო ოფიციალური სამხედრო პერსონალი საქართველოსი, უნდა დაშლილიყო და ზვიან გამსახურდიამ ძალიან გონიერი ნაბიჯი გადადგა მაგ მიმართულებით, როცა ვახსენე, რომ კარგად აანალიზებდა საგარეო გეოპოლიტიკურ ვითარებებს ზვიად გამსახურდია, სწორედ ამ მიმართულებით საუბრობ. გადაწყვეტილება იყო შემდეგი: 19 აგვისტოს ბრძანებულებით გვარდიას განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის სტატუსი მიენიჭა და სინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა. ხელისუფლებამ ამას გვარდიის გადასარჩენად გადადგმულ დროებით ტაქტიკურ ნაბიჯად გამარტავდა, რაც სრულიად სწორი და ლოგიკური იყო, ვინაიდან პოტენციურად ის გადატრიალება რომ შემდგარიყო, საქართველოს დაემუქრებოდა ძალიან დიდი საფრთხე, შესაბამისად ეგ იყო ძალიან სტრატეგიული რეალიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თენგიზ-კიტოვანმა ეს ნაბიჯი კაპიტულაციად შეაფაცა, მან ეროვნული გვარდიის ნაწილები რკონის ხეობაში გადაიყვანა. რეალურად ეგ ნიშნავდა იმას, რომ კიტოვანი აღარ ემორჩინებოდა და ეროვნული გვარდია აღარ ემორჩილებოდა ხელისუფლებას. საუბარია იმაზე, შეგეძლოთ თუ არა თქვენ რამენაირად შეწინააღმდეგებოდით, როგორც თქვენ ამბობთ, შევარდნაძის არასწორ გადაწყვეტილებას. არ შეიძლება სამხედრო არ ეწინააღმდეგო განოს. ზვიად გამსახურდიას ხო შეეწინააღმდეგე? ვიდან? ზვიად გამსახურდა და გაუგო ჯარში. ჯარი გაუგო ფაქტორი საქართველოს დაუკავდა დამოუკიდებლობა. საქართველოს ეროვნული ჯარიც გაუქმდა. წარმოიდგინეთ, ახალ შექმნის სახელმწიფოში საჯარისო ნაწილებია და რეალურად გენერალმა სადა აჯანყება ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ სახელმწიფოში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ძიმე დარტყმა იყო ხელისუფლებისთვის. სწორედ ამისზე საპასუხოდ პრეზიდენტმა 23 აგვისტოს კიტოვანი თანამდებობიდან გადააყენა, რამაც ბუნებრივია კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს საქციელი რაც კიტოვანმა ჩაიდინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონსტიტუციის წინააღმდეგ, პრეზიდენტს შეეძლო ეს ნაბიჯი ესე მალევე არ განეხორციელებინა, ვინაიდან სხვანაირი გზით გაეშვა საბოლოო ჯამში კიტოვანი და უფრო უსაფრთხო გზით, თუმცა მათ შიდა სტრუქტურაში ესე კონკრეტულად რა ხდებოდა, მაგაზე რთულია თქმა, რამდენად იყო ეგ ყველაფერი შესაძლებელი. როგორც კი პუჩი ჩავარდა სხვათა შორის ზვიად გამსახურდიამ ეროვნული გვარდია რა თქმა უნდა აღადგინა, ანუ ეგ ტაქტიკური გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მომენტი, სადაც ესკალაცია ნელ-ნელა შეუქცევად
პროცესებს იღებდა, თუმცა როგორც ბევრი ანალიტიკოსი და იმ პროცესების მონაწილე ადამიანი ასახელებს, მთავარი ესკალაციის მომენტი ეს იყო 2 სექტემბერი, რა დროსაც ორშაბათ დღეს კინოსახლის წინ 4 საათზე უნდა შემდგარიყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის საინფორმაციო მიტინგი, რომელიც მუდმივად დგებოდა, სხვათა შორის, ანუ სულ მუდმივად იყო მცირე ჯგუფი წარმოდგენილები, სადაც რაღაცებს ჭობდნენ ხოლმე ბჭყალებში, შესაბამისად თითქოს ჩვეულებრივად უნდა ჩაიარა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ჩამობძანებულები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები საქართველოში. ეს კონგრესმენები ძალიან მნიშვნელოვან დროს იყვნენ ჩამოსულები, გულისხმობ იმას, რომ ჯორჯ ბუშს ესეთი განცხადება ჰქონდა გაკეთებული, რომ ეროვნული დემოკრატიული სული იყო მაგალითად რუსეთში, სხვათა შორის, უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაცის შემდეგ, თუმცა საქართველო მან მოხსენიებული არ იყო, არადა ყველაზე გამალებით საქართველო იბრძოდა დამოუკიდებლობის წინ და მათ შორის ბალტიის ქვეყნები და ამ კონტექსტში იყვნენ ეს კონგრესმენები წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში და 2 სექტემბერს მოხდა შემდეგი რაღაცა, რომ შეიკრიბნენ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებს და მისვლამდე კინოსახლის მისადგომები დაიკავეს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმელებმა, როდესაც მომენტიკები ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დადგმა მოინდომეს, რეალურად მოხდა მათსა და პოლიციელებს შორის შეტაკება და დაპირისპირება. პოლიციელებმა რა თქმა უნდა დაჯავნეს და სხვა ადგილზე მოუწიათ ამ ადამიანებს აქციის გამართვა და მათი კონსტიტუციური უფლება არ დარღვეულა, უბრალოდ იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი ხელისუფლების მიხედვით ჩატარება აქციის, რაც ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, კონგრესმენები იყვნენ ჩამოსულები. სწორედ ამ დროს მოხდა საკმაოდ ტრაგიკული მოცემულობა, რომ ვიღაცამ იარაღიდან მოახდინა გასროლა. სავარაუდოდ ეს პოლიციელი იქნებოდა როგორც ვარაუდია, თუმცა ეგ იყო ერთ-ერთი ძიმე დამაპირისპირებელი მუხტის მიმცემი ისედაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფაქტი, სადაც რეალურად დაიწყო ის ძიმე პროცესები, რაც დაიწყო და რასაც მოგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ვინც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ეს იყო ალიკო მიქაბერიძე, სპეცნაზის უფროსი, მან დაარბია რეალურად აქციის მონაწილეები და როგორც კი კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა გაიმარჯვა, ის დანიშნეს პოლიციის სამმართველო უფროსად და რეალურად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს იყო პირდაპირ მოწყობილი საქმე ზვიად გამსახურდის და ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ ვიღაცამ დაარბია ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები და შენ როცა მოდიხარ ხელისუფლებაში გადატრიალების გზით და მაგ ადამიანს ნიშნავ საკმაოდ დიდ თანამდებობაზე, მან გასაგებია, რომ და ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეგ იყო მოწყობილი საქმე. და კონგრესმენებმა რეალურად ნახეს, რომ ვიღაცებმა აქცია დაარბიეს, ეგენი იყვნენ პოლიციელები, რამაც რა თქმა უნდა ისედაც შელახული რეპუტაცია ზვიად გამსახურდიასი დასავლეთის ქვეყნებში სავარაუდოდ კიდე დაამძიმებდა. აქ ვინ იყო ჩარეული ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოთა კავშირი თუ ასე შემდეგ და რატო შეიძლება ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების ბანდა ჩარეული არის შემდეგი, რომ იმ დროიდან საბჭოთა კავშირს ან უკვე რუსეთის ფედერაციას თუმცა ოფიციალურად არ იყო ჯერ გამოცხადებული, რეალურად ამერიკელები ძალიან დიდი გავლენა შეინიშნებოდა, ფაქტობრივად როგორც სხვადასხვა ადამიანები იხსენებენ, არ ვიცი პირდაპირ კლემში ეჯდა CIA-ის აგენტები პრეზიდენტ შესაბამისად, ეგ გასაგებია, რომ გარკვეული კოლაბორაცია მაგ მიმართულებით უნდა ყოფილიყო და მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა იმ დროინდელ კრემლს და იმ დროინდელ ვაშინგტონს ერთმანეთთან. ასევე მინდა ვახსენო დინების საწინააღმდეგო თემა, სადაც როდესაც პუტჩი მოხდა კრემლში, მან CNN-თან ინტერვიუში ზვიად გამსახურდია აცხადებს შემდეგ რაღაცას, რომ ეს გორბაჩოვის მოწყობილი რაღაც გადატრიალება იყო, რაც შეიძლება გადამეტებული იყო, შეიძლება კი ალბათ გადამეტებული იყო და ჯორჯ ბუშმა შემდეგი რაღაც განაცხადა, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა ცოტათი მაინც უნდა დაამუშავოს ის განცხადებები, რომლის გაკეთებასაც აპირებს. ეს არის კაცი, რომელიც მისურავს დინების საწინააღმდეგოდ, ის უნდა მიხვეს დინებას და გაიგოს რა ხდება მსოფლიოში. There's a man who has been also swimming against the tide, it seems to me a little bit. საკმაოდ სერიოზული განცხადება იყო და გამსახურდი ამ ძალიან საინტერესო პასუხობს გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი მრჩეველი იყო და იმყოფებოდა ის ამერიკაში, მან დაურეკა ზვიად გამსახურდიას და ეს განცხადება გააცნო. ზვიად გამსახურდიამ, როდესაც ეს გაიგონა, უთხრა შემდეგი რაღაცა, რომ მაგათ უთხარი მდინარეების მიმართულებას მყარი თევზები მიჰყვებიანო. ეს იყო ერთი მხრივ იდეალისტური, მეორე მხარეს ძიმე და შეიძლება ხისტი განცხადება, არა მარტო ეს კონკრეტული, არამედ ზოგადად მთლიანი მოცემულობა რო შევაფასოთ.
რეალურად მაგ იდეალიზმის დავიწყება და ყველა მხარესთან, მათ შორის კრემლთან, ისე ვაშინგტონთან, ისე ნებისმიერ ქვეყანასთან ჩვენ უნდა გვეცადა ჩემი ღმარწვენით, ჩემი შეფასება რო ვთქვა, დიალოგის წარმოება. რაც სამწუხაროდ არ მოხდა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ეგეც იყო, რატომაც საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სანამდეც მივედით. 1991 წლის 2 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო საკმაოდ დიდი აქციები, ხელისუფლებას დებდნენ ბრალს, რომ ესასრული იარაღს იყენებს უკვე და მერე საერთოდ რაღაც იზავს, იქ დიქტატორობას დებდნენ საერთაშორისო მიმართულებით, ქართველები მოსკოვში ჩადიოდნენ შევარდნაძესთან, მაგაზე მერეც მოგახსენებდა, საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია 1991 წლის 2 სექტემბრის შემდეგ. ამ სერიოზულ ვითარებას ერთოდა შემდეგი მოვლენა, სადაც გვალ მაგიდაშიც უკვე დაიწყო გარკვეული განხეთქილება და ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა ის იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სიგუას და საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას გადადგომა. ჯერ კიდევ 2 სექტემბრამდე გვალმა მაგიდამ განაცხადა, რომ ისინი ხვდებოდნენ ზვიად გამსახურდიის დამოუკიდებლად შევარდნაძეს და კრემლში დადიოდნენ, ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი არის, თუმცა შემდეგ მოხდა უკვე მათი გადაყენება ან გადადგომა. ხოშტარია არის ელენე ხოშტარიას მამა, შესაბამისად ხო ეგ ნიშანდობლივია, რომ საქართველოში რატომაც უცნაური პოლიტიკური სისტემა გვაქვს, სადაც მამიდან შვილზე რაღაც შთამომავლობით გადადის პოლიტიკოსობა და პოლიტიკაში მოღვაწეობა. ამაზე დაემატა ის, რომ 3 სექტემბრის ეროვნული გვარდიის ნაწილებმა რკონი დატოვეს და თბილისის მისადგომთან შანაბადაზე დაპანაკდნენ. კიტოვანმა განაცხადა, რომ თუ ომონი გადაწყვეტდა მომენტიკეების დარბევას, გვარდია მათ აუცილებლად დაიცავდა, ანუ წარმოიდგინეთ, ხდება შემდეგი რაღაცა. ისე რაც დამოუკიდებლობა ახალი გამოცხადებული გვაქვს, არავინ არ გვაღიარებს და შიგნით არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება. რეალურად ყველა ამ ეროვნული ბრჭყალებში მოძრაობის ადეპტებს და პოლიტიკურ ელიტას უნდა ქონდა ერთი მიზანი დამოუკიდებლობის მიღწევა და შიგნით გააჩაღებს ბრძოლა. არა, მე უკეთ ვიცი როგორ უნდა ვიყო თავისუფლები, მე უკეთ ვიცი როგორ ვაკეთებ პოლიტიკა და ამ პიროვნულმა შუღლმა თუ პირდაპირ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ესეთი წინა საომარი მდგომარეობა შეიქმნა, სადაც ეროვნული გვარდია უპირისპირდებოდა, ანუ საჯარისო ნაწილები უპირისპირდებოდა ხელისუფლებას, რაც იყო ძალიან მძიმე მოვლენა 16 სექტემბერს, სადაც ყველაზე მასშტაბური აქცია ჩატარდა სექტემბრის აქციებს თუ ავიღებ და პირდაპირ დაიცვა საკითხი, რომ ზვიად გამსახურდია უნდა გადამდგარიყო, ახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო და ასე და შემდეგ. მანდ იყვნენ წარმოდგენილი ძალიან განსხვავებული პარტიები, როგორც იყო, რა თქმა უნდა, ის ჭანტურია წერეთელი და ეგ ეროვნული კონგრესის მონაწილე ხალხი, გასაგებია უბრალოდ. მანდ ასევე იყო კომუნისტი ავთანდილ მარგიანი, ზურაბ ჟვანია სხვათა შორის და ასე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მანდ ეგ გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ ყველა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. რეალურად ეგეთი მდგომარეობა შეიქმნა და მათ გამოჩნდა ასევე ლიდერი, როგორც ვახსენე, თანამდებობიდან გადადგა თუ გადააყენეს თენგის სიგუა და სიგუა გახდა მათი ლიდერი. ანუ როგორც კი ხელისუფლების შიგნით მოხდა გარკვეული დაპირისპირება, იქიდან წამოსული ადამიანები შეუერთდნენ ოპოზიციას. მათ ხო ცხადი არის, რომ ეგ იყო გარკვეულწილად შეიძლება ითქვას გადაბირების პრინციპით, ან რაღაც პირადი სარგებლობის მოხვეჭის მიზნით, იმიტომ რომ არ შეიძლება მე რომ კონკრეტულ პარტიაში ვარ, უცებ გამოვიდე და შემდეგ ეგრევე ოპოზიციაში აღმოჩნდე. ეგეთი რამე შეუძლებელია მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება შეიძლება კონდეს ადგილი მაგ მიმართულებით. 16 სექტემბერსვე დააკავეს გიორგი ჭანტურია და ირინა სარიშვილი, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, სადაც მოსკოვში მიემსგავრებოდნენ, თვითონ უკვე აფრენილი იყო, სავარაუდოდ შევარდნაძეს ან ზოგადად იქ ყოფ ინტელიგენციას, რომელიც საქართველოს კურირებდა, უნდა შეხვედროდნენ და 20 წუთის აფრენი არ იყო და უკან მოაფრუნეს ეგ თვითმფრინავი და დააკავეს. ამ პროცესებს მოყვა ის, რომ 21 სექტემბრის ღამის 3 საათზე ხელისუფლების ხანდანჭერთა უზარმაზარი მასა რუსთაველის პროსპექტის სიღრმისკენ დაიძრა. გზაზე მათ გაწვინეს რამდენიმე ადგილზე გამართული ბარიკადები, ანუ იმ ხელა დონეზე იყო უკვე დაპირისპირება, რომ ბარიკადებიც ქონდა უკვე ოპოზიციას აღმართული. 22 სექტემბერს საპასუხო სვლა გააკეთა ოპოზიციამ, სადაც მათ ცადეს სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის დაუფლება, როგორც იყო მაგალითად ტელერადიო დეპარტამენტი. რეალურად დაიწყო ბრძოლა ჯერჯერობით მხოლოდ ხელჩართული ჩხუბით, ანუ აქციის მონაწილეებს შორის, კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისათვის. და რაც თავარია 25 სექტემბერს დიდუბეში თელასის შენობაში მოხდა შეიარაღებული შეტაკება მილიციელებსა და კიტოვანის გვარდიელებს შორის. რაც იყო პირველი შეიარაღებული კონფლიქტი ამ პროცესში. უფრო სწორად რო ვთქვათ, გვარდიელებმა მოახდინეს თავდასხმა მილიციელებზე, მოკლედ 3 მილიციელი და 2 გვარდიელი დაიღუპა მაგ შეტაკებების დროს და რეალურად ყველაფერი გასაგები იყო, რომ ეს პირდაპირ გადატრიალების თელობის მუხტის აწევის
მცდელობა იყო და ეს მეტნაკლებად მოხერხდა კიდევაც. კიტოვანის მამაც კი გამოვიდა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზვიადს ჰქონდა გარკვეული შეცდომები დაშვებული, აუცილებლად უნდა გაერთიანებულიყვნენ და კიტოვანს საკუთარ შვილს შესთავაზა, რომ ის ბიჭები, რომელიც ეროვნულ გვარდიაში იყვნენ, უნდა გადაეცა ხელისუფლებისთვის და ხელისუფლებისთვის მიენდო. თუმცა თენგიზ კიტოვანმა ცხადია მაგაზე უარი განაცხადა. სხვათა შორის ოსო კიტოვანს ბოლომდე ეჯერა, რომ ქართველების წინააღმდეგ იარაღს არ გაისროლდა თენგიზ კიტოვანი და არ იბრძოლებდა, თუმცა სამწუხაროდ ეგ ფაქტი და ეგ მოლოდინი არ შესრულდა. აქ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს, რომ რამდენად აცნობიერებდა ზვიადი იმას, რომ შეიძლება გადატრიალება მომხდარიყო. ცხადია ის ამას აცნობიერებდა, მათ შორის მისი ერთ-ერთი განცხადების მიხედვით დესტრუქციული ძალები მიზნად ისახავენ კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. რაც ცხადია ლოგიკური იყო, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა გააჩნდა იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას არ დგავდა. ამან ხშირად მიაწერენ, რომ ის ზედმეტად კაცმოყვარე იყო და მაგაზე წასვლა არ სურდა. რეალურად იყო რაღაც კონტურები, სადაც თითქოს მოლაპარაკების შესაძლებლობა იქნებოდა. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო საპატრიარქოს შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები, სადაც 2 ოქტომბერს თენგიზ კიტოვანმა და ადამიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ძალითაც ორივე პიროვნებისადმი დაქვემდებარებული შეიარაღებულ ფორმირებებს უნდა დაეტოვებინათ დედაქალაქი. კიტოვანის ბანდა ემზადება წასასვლელად. კიტოვანი და მისი გვარდია განლაგდნენ თბილისის ზღვასთან პროკავშირების შენობებში და მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოხდა. მას ყავდა როგორც ცნობილი არის დაახლოებით, უხეშად რო ვთქვა 300 კაცამდე, სადაც ქობალიის გვარდიამ, ანუ ეროვნული ხელისუფლების მომხრე გვარდიამ ალყა შემოარტყა და რეალურად შეეძლო თავისუფლად გაენადგურებინა ეს დაჯგუფება, არაკანონიერი დაჯგუფება, რისი ლეგიტიმური უფლება და მათ შორის აუცილებლობა გააჩნდა იმ დროიდან ხელისუფლებას, როგორც კი მსგავსი პროცესები მოხდებოდა და გაანეიტრალებდნენ ვითომ და ბრწყალებში ეროვნულ გვარდიას, კიტოვანის ამხედრებულ ძალას, მაშინვე შეიძლებოდა შიდა ძალების და შიდა მოვლენების დასტაბილურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, გამსახურდიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. როგორც ძალიან ბევრი მიიჩნევს, ეს იყო ზვიად გამსახურდიის კაცმოყვარეობის გამო, რომ არ უნდოდა ქართველებს შორის დიდი კონფლიქტი მომხდარიყო, სადაც ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. პრეზიდენტს არ გაუწია არანაირი ძალება, რომ განეიტრალება მომხდარიყო კიტოვანის ძალების, თუმცა ლოკალური შეტაკება მოხდა, თუმცა არაფერი სერიოზული. საბოლოო ჯამში ესე მორჩა ეს პროცესი. სამწუხაროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტმა არ მიიღო ეგ გადაწყვეტილება, თუმცა მომდევნო დღეებში შეიძლება არის ეროვნული მოძრაობის და ზოგადად რგვარი მაგიდის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ შეიძლება განეიტრალებინათ კიტოვანის ძალები, თუმცა შემდეგ უკვე რუსთაველზე ეროვნულმა კონგრესის წარმომადგენლებმა ბრწყალებში გააცნობიერეს, რომ როგორც კი კიტოვანის გვარდია განადგურდებოდა, მათაც ბრწყალებში რო ვთქვა დაერხეოდა და ძალა აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ ჯაბა იოსელიანი დაკავებულია, კიტოვანი თუ განეიტრალებულია, ძალა აღარ რჩებოდა ოპოზიციას, ერთადერთი, რა თქმა უნდა, რჩებოდა ძალა კრემლიდან, მათ შორის მერე აღმოვაჩენთ, რომ დემოკრატიისკენ მიმავალ ძალებს და ყველაფერი საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე ძალებს კრემლმა აღმოუჩინა დახმარება. და სანამ უკვე ეხა ბოლო მოვლენებისკენ წავალ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკა უნდა განვიხილო, აქამდე აუცილებლად უნდა ვახსენო შემდეგი რაღაცა, როგორც იმდროინდელი პოლიტიკური ელიტა აღწერდა მოვლენებს, დიქტატურა იყო საქართველოში დამყარებული, რაც რა თქმა უნდა ტყუილი იყო. ყველანაირი პარტია მოქმედებდა დე-ფაქტო წარმომადგენლობითი ორგანო, ეროვნული კონგრესი. ისეთ ქმედებებზე, როგორც იყო კიტოვანის ქმედებები, ლიკვიდაცია არ მოხდა და მისი გვარდიის განადგურება არ მოხდა. გითხარით, წადი, გადაეცე, ჩვენი არახს არ დავყარ. დედას მოუთხრა მე მაგას. იცოდე, აი ბოლომდე ვებრძოლებ. სანამ ეცოცხალება და ეს გვარდიელი ერთ-ერთი გვარდიელი იქნება, მაგას სისამოღებ. ასევე დესტრუქციული ქმედებების გამო რეალურად სრული ლეგიტიმური უფლება ჰქონდა იმ აქციების დარბევისა, იმიტომ რომ პოტენცია იყო სახელმწიფოს ჩამოშლის და სრულად ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, რომ იქ ძალიან ხისტი ძალა გამოეყენებინა ხელისუფლებას. თუმცა საბოლოო ჯამში ეგ არ გაკეთდა და ვინაიდან ოდნავ დიქტატორული მეთოდებიც არ იქნა გამოყენებული, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაგ რბილმა დამოკიდებულებამ
დაუპა ზვიად გამსახურდია ამას რა თქმა უნდა დაუმატოთ გეოპოლიტიკური მოვლენების რასაც ხელისუფლება იდეალისტური შეხედულებით ხვდებოდა რაც მეტლანკლებად მაინც შეცდომად უნდა ჩავთვალოთ როგორც ვახსენი. Როგორც იმდროინდელი ოპოზიციონერი ვახტანგ ზაბირაძე აღიარებს პერლამენტულ საპროტესტო აქციებს ის შედეგი მოქონდა რომ ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა სახელმწიფო რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო და აქვე უნდა ვახსენოთ ის რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები დგებოდა და ნენელა მაგის გამოხატულება იგრძნობოდა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ეროვნული კონგრესი გრძნობდა იმას, რომ ზვიადი არ აპირებდა რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლას და მეორეს მხრივ შესაბამისად ბოლო დღეები შეიძლება დადგომოდა უკვე ზვიად გამსახურდიას, თუმცა სანამ უკვე უშუალო დეკემბერზე გადავალ, აქვე უნდა ვახსენოთ საგარეო ვითარება ამ მიმართულებით, სადაც იდეაში წრე იკრება თუ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა დეკემბრამდე საერთაშორისო ვითარებაშიც. ერთი მხრივ ზვიად გამსახურდიას ეგონა რომ პოზიტიურად შეიცვლებოდა დასავლეთის დამოუკიდებლობა ჩვენს მიმართ, სადაც ის აცხადებდა შემდეგ რაღაცას რომ სამწუხაროდ დასავლეთის ქვეყნები იჩენენ ინდიფერენტულობას, ახლა არ გვიჭერენ ხალხს, მაგრამ მათი პოზიცია ჩემის აზრით თანდათანობით შეიცვლება, ანუ ეს იყო პოზიტიური განწყობა მაგ მიმართულებით, მაგრამ გარდა ამისა მან ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან ურმას ოჯთან ინტერვიუში განაცხადა შემდეგი რაღაცა რომ ჟურნალისტი ეკითხება თქვენ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება გაქვთ დასავლეთთანო, რაზეც გამსახურდიამ პირდაპირ მიუგო რომ დიახ ეს მათი ბრალი არის რომ ცუდი დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ ისინი არ არიან დაინტერესებული საბჭოთა კავშირის დაშლითო. What was in the world Gorbachev's influence and what was Bush's influence? These two men were together against me and against legal Georgian government. სწორედ აი ამის დასტური იყო შემდეგი რაღაცა რომ დეკემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა პრისტონში აკეთა შემდეგი განცხადება, სადაც პირდაპირ ეთნიკ განწყობა გამოხატა შემდეგი რესპუბლიკების მიმართ, ეს იყო რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, სადაც მან თქვა რომ ისინი დემოკრატიული იდეალებისკენ მიდიოდნენ. Clearly some, Russia, Ukraine, Kazakhstan, Armenia, Kyrgyzstan already are showing their intention to accept the responsibilities of the democratic community of nations. They understand that their success depends above all on their commitment to democracy and economic liberty. Clearly, other governments, for example, Georgia, are showing already that communism can be replaced by governments that are authoritarian, and those are equally undeserving of our acceptance and support. რაც რა თქმა უნდა სისულელე იყო, ყველაზე აქტიურად დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იმიტომ რომ ზურგი ჰქონდათ და საქართველოს საერთოდ რას აკეთებდა მაგ რეალობას, რომელსაც არანაირი ზურგი არ გააჩნდა, თუმცა დემოკრატიული იდეალების მიმართულებით ყველაზე მეტად თუ იმე იბრძოდა იმ პერიოდში იყო საქართველო. ჯერ კიდევ ისეთ რბილ გადაწყვეტილებებს იღებდა ზვიად გამსახურდია იმ პერიოდში, რომელსაც ნებისმიერი ლიბერალური დემოკრატია გააკრიტიკებდა, იმიტომ რომ იყო პირდაპირ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული ძალადობა და განხორციელებული რეიდი, რასაც ზვიად გამსახურდია შემწყრანებულად უყურებდა. შესაბამისად, მან უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს რა თქმა უნდა მიკერძოებული განცხადება იყო. მან ერთი რამე იკვეთება, ერთის მხრივ ის რომ ეროვნული ხელისუფლება სწორად ვერ თვლიდა თუ რა საგარეო პოლიტიკა უნდა განეხორციელებინა ან თვლიდა და უბრალოდ იდეალისტურ ხედვებს მიყვებოდა, ჩემი აზრით ეს იყო იდეალისტური დამოკიდებულება, თუმცა მან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ამერიკას მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაღიარებდა, არ გვაღიარებდა, პირველ რიგში უნდა განეხორციელებინა რუსეთთან დალაგების გეგმა, ვინაიდან პირდაპირ საფრთხე იყო, რომ მათ მოეხდინათ ჩვენ წინააღმდეგ ინტერვენცია, რაც განხორციელდა კიდევაც, იქ ასევე ვივდებოდა სხვადასხვა ეთნო კონფლიქტები, როგორც სამაჩაბლოში, ისე აფხაზეთის მიმართულებით, შესაბამისად ეგ ფაქტორები იყო გასათვალისწინებელი და უნდა გვეცადა ცენტრთან დალაგება, რაც სამწუხაროდ არ ხდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შიდა პოლიტიკაც იყო, ანუ არავინ წარმოიდგინოს, რომ გამსახურდიას ხელფეხი ქონა გახსნიდა, რაც გინდა ისაკეთე, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული პროცესები და დაძაბულობა სუფევდა სუფთა ქვეყნის შიგნით, შესაბამისად მეტლანკლებად შეზღუდული იყო გადაწყვეტილებებში, თუმცა კონკრეტული გეგმა საგარეო მიმართულებით უნდა დასახულიყო, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ შელახულიყო და საბოლოო ჯამში ეგ არ მოხდა, საკმაოდ ხისტი ნაბიჯებიც კი გადავდგით მაგ მიმართულებით. და დიდი ალბათობით ერთ-ერთი მიზეზი რომ ჩვენ არ შევედით DST-ში და მაგამდე, სამოკავშირეო ხელშეკრულება საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სისულელი აღმოჩნდა და ვერანაირი კონფედერაცია ვერ შედგა, თუმცა DST-ში შესვლაზე უნდა
გვეფიქრა და უნდა შევსულიყავით, იმიტომ რომ ერთადერთი გზა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ზუსტად გამსახურდელი ხელისუფლების გადარჩენის ეგ იქნებოდა, ოღონდ მან კონკრეტული ქცევები შეგვეძლო გვეხორციელებინა, ანუ აქ საგარეო პოლიტიკა იყო შემდეგი, DST-ში შესვლაც მიესალმებოდა იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიც, რუსეთის ფედერაციას და სხვა ქვეყნები, ანუ 8 დეკემბერს შეიქმნა, უკვე პროცესები ფაქტობრივად დაწყებული იყო, 22 დეკემბერს დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რაზეც ახლა გადავალ და მაგ მიმართულებით სამწუხაროდ ჩემი აზრით შეცდომა იყო დაშვებული, იმიტომ რომ მე უკვე შევარდნაძის პერიოდში აფხაზეთი სოხუმი როცა დავკარგეთ, უკვე ყურით შეგვათრიეს DST-ში და მაქამდე უნდა მიგვიღო ის გადაწყვეტილება, გინდა შევარდნაძის პერიოდში ბევრჯერ იყო ეს შემოთავაზებული და ჩვენ მაგაზე არ ვთანხმდებოდი და მე ყურით შეგვათრიეს DST-ში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტი არის და რეალურად მიუთითებს, რომ პოლიტიკურად ვერ ვაზროვნებდით საგარეო მიმართულებით, რაც ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი რაც გვევალებოდა საბჭოთა კავშირში, არც საგარეო პოლიტიკაზე ვღელავდით, არც შიდა პოლიტიკაზე, ერთადერთი რაღაც გარკვეული ხარჯთა აღრიცხვა იყო, ავით რამდენი პროდუქტი მივიღეთ, რამდენი უნდა გავიტანო და ასე შემდეგ რაღაც უაზრობებში იხარჯებოდა მთელი ეს ენერგია, რაც პოტენციურად ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას. და დადგა დეკემბერი და პროცესები განვითარდა შემდეგნაირად, ალბათ გასაკვირი არ იქნება, რომ გამსახურდია ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით წასვლაც, თუმცა ამ მშვიდობიან მოლაპარაკებას კიტოვანი და მისი გვარდი არ თანხმდებოდა. უზენაესმა საბჭომ ამ პერიოდში მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება 3 დეკემბერს, რომ გვარდიას 10 დეკემბრამდე უნდა ჩაებარებინა იარაღი, არანაირი სისხლის სამართლის დევნა არ დაიწყებოდა, ერთადერთი რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რომ ერთი იარაღი ჩაებარებინა, დაკავებული ტერიტორია გაეთავისუფლებინა და თუ ამას არ გააკეთებდნენ, ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, რომ გაეტარებინა კონკრეტული ღონისძიებები, თუმცა ჩემი აზრით ეს უკვე დაგვიანებული პროცესი იყო და ეს რეალურად აისახა იმაში, რომ 12 დეკემბერს ამოხებულ გვარდიელთა დიდი ჯგუფი თავად კიტოვანის მეთაურობით თავს დაესხა საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფს. თავდასხმა რეალურად საკმაოდ მასშტაბური ხასიათს ატარებდა. შედეგი იყო შემდეგი, ერთი ტანკი დაიწვა, გაიტაცეს ერთი ჯავშან ტრანსპორტიორი და 9 მძევალი აიყვანეს. რეალურად ცხადი გახდა, რომ მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ გადატრიალება და ძალიან ბევრი ანალიტიკა არ ჭირდებათ, რომ უკვე სიგუასა და კიტოვანს გადაწყვეტილი ჰქონდათ გამსახურდიას ძალისმიერი მეთოდებით დამხობა. და სწორედ ეგრე განვითარდა შემდგომ უკვე მოვლენები. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ გამსახურდიის მხარდამჭერები იყვნენ დასავლეთ საქართველოსთან ჩამოსულები, რომლებიც იცავდნენ დარობის სასახლეს. ხელისუფლების მხარდამჭერების ბუნებრივია გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და გაცილებით მრავალი და უმრავლესობა უჭერდა ზოგადად ხელისუფლებას მხარს, მაგრამ ზოგადად ეს ტენდენცია არის, რომ ძირითადად აქტიური უმცირესობა გადაწონის ხოლმე პასიურ უმრავლესობას და სწორედ ეგ პროცესი განვითარდა საქართველოში და 20 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე შედგა ოპოზიციის დიდი მიტინგი, რომელზეც მის მონაწილეებს სიგუა მოუწოდა დაძრულიყვნენ მთავრობის სასახლის მიმართულებით და მან ესეთი სიტყვა თქვა, რომ მე არ მოგიწოდეთ, რომ წახვიდე მთავრობის სასახლისკენ, სადაც პრეზიდენტის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს, მაგრამ თუ ვინმე სურს, ეს მისი ნებაა. ეს იყო თენგი სიგუას განცხადება და რეალურად ის სათავეში ჩაუდგა ამ ყველაფერს და გაემართა მთავრობის სასახლისკენ, სადაც მოხდა დაპირისპირება, პოზიციონერებმა მოიყვანეს ძინეწონიანი კრაზი და რამდენიმე მანქანა გამოათირეს სამთავრობო ბარაკიდან, მოგახსენებთ, რომ იქ სხვადასხვა მანქანები ყავდა ჩაყენებული გვალ-მაგიდაზე ზოგადად ხელისუფლებას და მაგის აღება სურდათ ოპოზიციონერებს და რეალურად პუჩისტებს. პადია ზვიად გამსახურდია ამ პროცესებს ესე არ უყურებდა, საერთაშორისო მიმართულებითაც ეძებდა მხარდამჭერას, მაგალითად 21 დეკემბერს ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის სახელით გაეროს მსოფლიო ქვეყნების პარლამენტესა და მთავრობებს გაეგზავნა კონკრეტული მიმართვა, სადაც პირდაპირ იყო საუბარი, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება საქართველოში და გარკვეული დახმარების მოთხოვნა იყო რეალურად ეგ ყველაფერი. გაეროს უნდა ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სპეციალური სადამკვირვებლო მისია უნდა გამოეგზავნა. თუმცა, როგორც ცნობილი არის, გაერომ ყურიც კი არ შეიბერტყა და სხვადასხვა ქვეყნებაც ყურიც არ შეიბერტყეს ფაქტობრივად მაგ თემასთან დაკავშირებით და რეალურად საქართველოს დატოვეს მარტო. ამით მის თქმა მინდა, რომ დასავლეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა ცუდი კი არ არის, არამედ ის გაატარებს საკუთარ ინტერესებს, შესაბამისად ჩვენც მაგ მიმართულებით უნდა ვიაზროთ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს კონკრეტული ან ორგანიზაცია ან რაღაც კოლაბორაცია სხვადასხვა ქვეყნებთან, არამედ
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რა არის ჩვენთვის კარგი. და ზუსტად გამსახურდია შემთხვევაში მაგალითისთვის 4-5 ოქტომბრის შემთხვევაში ქვეყნისთვისა და მისთვისაც იქნებოდა მაგალითად კიტოვანის განეიტრალება და შემდეგი პროცესების დაწყება. დიდი ალბათობა რომ ეგ არ იქნებოდა დასასრული მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ უზარმაზარი თანხები იყო მათ ჩადებული, მათ შორის რუსეთისგანაც და არა მარტო რუსეთისგანაც, შესაბამისად ეგრე მარტივად ეგ საქმე არა, თუმცა ხელისუფლებას მაქსიმალური უნდა ეღონა რომ ეგ პროცესები შეეჩერებინა, ვინაიდან ხელისუფლება იყო. ანუ მან ძალიან მარტივად დასკვნა, თავარი ძალაუფლება ქონდა ხელისუფლებას და მაგ ხელისუფლებას მაქსიმალური უნდა გაეკეთებინა ჩვენი სახელმწიფოების შენარჩუნებაზე. ეს ვიღაცა შეიძლება ძიმე მოსასმენია, გულისხმობ იმას, რომ ზვიადის კრიტიკა არის მეტნაკლებად და ეს ყველაფერი ზვიადის პოლიტიკის. ჩემი მიზანი ამ ყველაფრის ის არის, რომ რეალობა დავინახოთ მაგ მიმართულებით და იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ. კი ბატონო, შეიძლება 4-5 ოქტომბერს არ შეეძლო მაგის გაკეთება, თუმცა იყო რაღაც მომენტები, სადაც უფრო ხისტი მოქმედება მართებდა ზვიად გამსახურდიას. საბოლოოდ 21 დეკემბერს გადატრიალების მომწყობებმა მოახერხეს ის, რომ ჯებირები მოშალეს და რეალურად მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება მოახდინეს და მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ჯანმრთელობის მინისტრის მანანა ჯოჟუაშვილის მოწვევით პრეზიდენტი მიიღო იმისა, რომ ოპოზიცია პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა, არ იძლეოდა არავითარ ძალებად წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, რათა ვინმე არ დაშავებული იყო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რამდენად კაცმოყვარე ლოგიკით უყურებდა ზვიად გამსახურდია და რამდენად უთხოდა ქართველების შორის მძიმე დაპირისპირებას. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ 300 კაცამდე ყავდა დაახლოებით ენგის კიდოვანს და დაახლოებით 3000-მდე კაცი იყო მთავრობის სასახლეში იმ პერიოდისათვის, შესაბამისად ძალა ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, თუმცა ეგ ბოლომდე არ გამოიყენა. გათენდა 22 დეკემბერი და ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა. კიტოვანი და მისი დაჯგუფება თბილისის ზღვის ტერიტორიიდან ჩამოვიდნენ და უკვე დილი 9 საათისთვის მთავრობის სასახლესთან უკვე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. მძიმე დაიჭრა რომალ გვენიცაძე და დაიღუპა გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე ქალი. ასევე კიტოვანმა თავისი სამხედრო ტექნიკა ქვაშეთის ეკლესიასთან განალაღა, სასახლის სროლელი ჰაუბიცებიდან დაუწყეს და მოკლედ დაიწყო რეალურად სახელმწიფო გადატრიალების პროცესი. 12 საათისთვის მიმდინარე სროლების შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 29 ადამიანი. ამბოლხებულ გვარდიელთა რიცხვი, რომლის ხელითაც გადატრიალება დაიწყო, მე კი ვახსენე 300 კაციო, თუმცა სხვა მონაცემები 160 კაცამდე იყო. მოკლედ საკმაოდ მცირე რიცხოვანი ადამიანები იყვნენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქამდე შეეძლო გამსახურდიას მათი განეიტრალება, თუმცა ეს ბრძანება მას არ გაუწია. შემდეგ დღება უკვე 23 დეკემბერი, სადაც მოცემულობა არის შემდეგი, რომ 128 ადამიანი არის უკვე დაჭრილი და 17 უკვე გარდაცვლილი და ესე გრძელდება რეალურად 25 დეკემბრამდე და 25 დეკემბერს მოხდა მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ სამთავრობო ძალებმა რუსთავის პროსპექტზე კონტროლის აღდგენა მოახერხეს, როგორც ვახსენე, მათ გაცილებით დიდი ძალა ჰქონდათ იმ პერიოდში და რეალურად განდევნეს ამბოხებულები მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი რაღაცა, მე ვახსენე, რომ დემოკრატიულ ამბოხებულ ძალებს რუსეთის მიმართ ძალიან დიდი ზიზღი ჰქონდა თვითონ და როგორც ბესარიონ ბუგუშაშვილი იხსენებს, ამბოხებულები რადიოთ იჭერდნენ რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის გადაცემებს და გარკვევით გვესმოდა თუ როგორ გადასცემდა რაციით ქალის ხმა რუსულ ენაზე კიტოვანის შტაბს იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა ქალაქში და ქალაქის გარეთ. შესაბამისად გასაგებია, რომ მან ყველანაირ ძალას და ხერხს მიმართავდა ამბოხებულთა ჯგუფი, რომ ზვიად გამსახურდია ჩამოეგდოთ ხელისუფლებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ამ პერიოდში ზვიად გამსახურდიამ CNN-ს მისცა ინტერვიუ, სადაც CNN-ის კორესპონდენტი პირდაპირ კითხულობს შემდეგ რაღაცას, რომ რამდენ ხანს გაუძლებთ მაგ პროცესებს და ზვიად გამსახურდია ამბობს, რომ ძალიან დიდხანსო, ანუ ცოტა უცნაურად გამოიყურება ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ CNN-ს თუ ქონდა ინფორმაცია შესაბამისად მაგ თემებზე ძალიან აქტიური ინფორმაცია ქონდა, რომ სრულიად კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების დამხობა მიმდინარეობდა და რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ბუშის დროს გამოცხადებული ქონდა დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება, შესაბამისად თუ დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება გამოცხადებული, მაშინ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს უნდა დაუჭირო მხარი, თუმცა სამწუხაროდ ეგ
არ გაკეთდა სულთა გეოპოლიტიკური რეალობების შედეგად და ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ეხლა კიდე გავყვეთ პროცესს და რთულ მოცემულობას რეალურად 27 დეკემბერს დაემატა კატასტროფა. ეს იყო შემდეგი რაღაცა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესო ქუთათელაძემ, რომელსაც ტელეანსის დაცვა ევალებოდა, აღნიშნული უნიშნელოვანესი ობიექტი ამბოხებულებს გადასცა. რეალურად ბესო ქუთათელაძის გადაწყვეტილება ძალიან უცნაურად და ძალიან გაკურებულად მიიღეს მთავრობაში, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე თითქოს და ერთგული კაცი იყო ის ზვიად გამსახურდის, თუმცა სამწუხაროდ ეგეთი რაღაცა მოხდა და რატომ იყო ეს ძალიან მძიმე დარტყმა, იმიტომ რომ ხელისუფლებას ერთადერთი გზა ჰქონდა, რომ მოსახლეობისთვის მიემართა, ეს იყო ტელევიზია, რომელსაც იმ დროს თვითონ აკონტროლებდა და როგორც კი ტელეანზა გადაეცა ამბოხებულებს, ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა მთელი როგორც საზოგადოება და ისე მთავრობას აღარ ჰქონდა საშუალება, რომ ინფორმაცია მიეწვდინა მოსახლეობისთვის, რაც იყო უზარმაზარი დარტყმა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ინფორმაციის ქონა და მაშინაც ერთადერთი საშუალება ტელევიზია იყო და გაზეთები და იმ შემთხვევაში იგულისხმებოდა ძირითადად ტელევიზია, იმიტომ რომ გამსახურდია გაზეთი თქვენ მიმართავდა მოსახლეობას, შესაბამისად ეგ ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. იმავე დღეს დამთენიისაც იზოლატორიდან გაანთავისუფლეს ჯაბა იოსელიანი, ჭანტურია, მათ შორის გოგა ხაინდრავა, ქართული ოცნების ძმა და მეგობარი და ეს მოხდა კიტოვანის დამსახურებით, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით თავს დაესხა, სადაც იყვნენ ეს ადამიანები და გამოუშვა ციხიდან და ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, იმიტომ რომ მათთან ერთად გაათავისუფლეს მრავალი როგორც ხედრიონის წევრი, ისე ზოგადად დამნაშავე და ისინი შეუერთდნენ უკვე ამბოხებულებს და გაცილებით დიდი ძალა მიეცად პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ მოღალატეებს. აქვე უნდა გავმარტო ქუთათელაძე, შემდეგ უკვე მომავალში გაკვირვებით იხსენებ შემდეგ რაღაცას, რომ რეალურად გამსახურდია საკმაოდ დიდი ძალა ჰქონდა კონფლიქტის საწყის დღეებში და იქვე ჟურნალისტი ეკითხება, რომ შენი აზრით რატომ არ გამოიყენა ზვიადმა ძალაო და პასუხია შემდეგი, რომ სისხლისღვრას მოერიდა ზვიად გამსახურდია და აქვე ამის დასტურად შემდეგ უკვე 28-29 დეკემბრიდან ელვისის სწრაფით ვითარდება მოვლენები, გამსახურდიას არც თუ ისე მცირერიცხოვანმა მომხრეებმა საკმაოდ ძლავრი კონჩეტევა განახორციელეს რუსთაველის გამზირზე და რეალურად ამბოხებულებისგან მთლიანად გაწმინდეს იქაური ტერიტორია და გვარდიელები იმელამდე გარეკეს. გადატრიალების ორგანიზატორები კიტოვანის სიგვა იმდენად დაფედნენ, რომ მაგალითად გოგა ხაინდრავას მტკიცებით იმ ღამეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილის სუფიან ბეპაევის კაბინეტში ეძინა დივანზე ერთმანეთთან ჩახუტებულებს, ეს რამდენად მართალია ცხადია მე არ ვიცი, თუმცა უკვე 29-30 დეკემბერს მიჯნაზე სწორედ მაშინ გამოჩნდა რუსთაველზე T-72 ტიპის ტანკები და განსაკუთრებული მოკლელულიანი ქვემეხები, რომლებთანაც ქერათმიანი რუსი სპეციალისტები ფუსფუსებდნენ. და დაახლოებით იმ დროს თენგიზ კიტოვანი გამოდის რუსეთის ტელევიზიაში და დახმარებას თხოვს თუ გამოიცნობთვის რუსეთის სამხედრო ძალას ამ რაღაც დემოკრატიული რევოლუციის გადასარჩენად და ცხადია რუსეთმა დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და რომ არა ეს დახმარება რეალურად კიტოვანს წაგებული ქონდა, იმიტომ რომ არანაირი რესურსი აღარ ქონდა დარჩენილი ამბოხებულებს. შესაბამისად ეგ ერთი ძალიან მძიმე შედეგი დადგა, ანუ მაქამდე რო განეხორციელებინა ზვიად გამსახურდიას მოქმედება, დიდი ალბათობა რომ ეგ პროცესი საერთოდ აღარ მომხდარიყო, ან თუ მოხდებოდა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება. ამის შემდეგ ხდება შემდეგი პროცესი, რომ 1 იანვარს მეტროსადგურ დელისთან მიმდინარე მიტინგი ხელისუფლების მხარდამჭერების სასტიკად არბევს როგორც ხედრიონი, ისე ეროვნული გვარდია, ანუ გაერთიანებული, მათ შორის პირდაპირ მიტინგს უხსნიან ცეცხლს და არის მსხვერპლი. იგივე გაგზელდა შემდეგ დღეებშიც, რა მიტინგიც იმართებოდა ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღით ხდებოდა ჩასხრილვა დემოკრატიული რევოლუციონისტების მხრიდან. ამ ყველაფრით უკვე ცხადი გახდა, რომ ერთი ზვიად გამსახურდიას ფაქტობრივად ძალა ამოეწურა. სამწუხაროდ იმ 3000 კაციდან რაც ყავდა ზვიად გამსახურდიას სასახლეში რეალურად რამდენიმე 100-მდე კაცი დარჩა და დანარჩენი იყო ქალები და სამგდელოება, როგორც იქ ყოფი ადამიანები იხსენებენ და საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიმართვა გამოქვეყნდა 2 იანვარს, სადაც აუწყებდა იგი ხალხს, რომ დიქტატორული რეჟიმი დამხობილია, 2 იანვრიდან ძალაუფლებას ხელში იღებდა სამხედრო საბჭო, რომელმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე
დროებით შეაჩერა კონსტიტუციური მოქმედება და დაითხოვა პარლამენტი. ამის პარალელურად მიმდინარეობს შემდეგი პროცესი, რომ დიდუბის მეტროსთან 5000-მდე კაცი დაახლოებით სხვადასხვა მონაცემები არსებობდა ზვიად გამსახურდიას მომხრეები შეიკრიბნენ და დაიძრნენ მთავრობის სასახლის წინ, სადაც უნდა მოეხდინათ აჯანყებულების და მეამბოხეების, ასე ვთქვათ, გაფანტვა. თუმცა ცხადი იყო, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა და ესეც მოხდა, რომ რეალურად ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის თამადობით ცეცხლი გაუხსნეს ამ აქციას და დაახლოებით 1000 ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათ დახოცეს უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ დაარბიეს მიტინგი დღეს 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, დახოცეს ხალხი და დაჭრეს. ამასთან მათ დახურეს გაზეთები, გააუქმეს ყველა გაზეთი. ხელში ჩაიგდეს ტელევიზია და ცალხრივად აშუქებენ მოვლენებს. ესე იგი ისინი დემოკრატიის ნამდვილი მტრები არიან. ვინ არიან ისინი? ესენი არიან იმპერიული ძალების აგენტურა, რომელთაც სურს საქართველოს კვლავ დააბრუნონ იმპერიულ მონობაში და დააკარგვინონ მას დამოუკიდებლობა. დავირაზმოთ მეგობრებო, დავირაზმოთ ჩვენი დამოუკიდებლობის გადასარჩენად, დავირაზმოთ საქართველოს გადასარჩენად, ღმერთი იქნება ჩვენთან. ამას მოყვა შემდეგ პროცესი, რომ უკვე 4 იანვარს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაახლოებით 5 იანვარს დილის 4-ის ნახევარს ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეებს, რომელიც მთავრობის სასახლეში იმყოფებოდნენ, მოუწოდა, რომ სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით შეეძლოთ წასულიყვნენ დასავლეთ საქართველოში. რეალურად გამსახურდიამ აღიარა წაგება და პრინციპში არაფერი აღარ იყოს აღიარებელი, იმიტომ რომ ეგ ოფიციალურად უკვე გადაწყვეტილი იყო. ყველაფერი ძალთა ბალანსი რადიკალურად შეიცვალა და უკვე 6 იანვარს ზვიან გამსახურდიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა მთავრობის სასახლე. ცხადია, მას დასავლეთში არავინ არ გაუშვებდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მხარდამჭერა ყავდა დასავლეთ საქართველოში გამსახურდიას, გასაგებიც არის. აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი და საბოლოო ჯამში სომხეთს შეაფარა მან თავი. თან ასევე უნდა დავამატოთ ის მუხანათობა, რაც ასევე გამოავლინა ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის ქვედანაყოფებმა, სადაც ამბოხებულები ჯერ მეტეხის ხიდთან ჩაუსვამდნენ პრეზიდენტის კორტეჟს, მანქანებს და ავტობუსებს, ხოლო შემდეგ დასავლეთისკენ მიმავალ პრეზიდენტის მომხრეებს აღაიანთან და რეალურად ამ ყველაფრის შედეგად არაერთი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა სამწუხაროდ. ამას მოყვა შემდეგი პროცესი, რომ ტელევიზიით გამოვიდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიგუა, რომელიც სამხედრო საბჭომ დანიშნა და თქვა, რომ კომუნისტური დიქტატურა დამხობილია ქვეყანაში და ამას მოყვა 7 იანვარს ედვარდ შევარდნაძის განცხადება, სადაც ის სრულ მხარდაჭერას აღუთქვავდა დემოკრატიულ რევოლუციონისტებს და ყველაფერს გააკეთებდა მისის თქმით, რომ საქართველოში დემოკრატიული დღესწესრიგი დამყარებული იყო და ეს ყველაფერი მხარდაჭერილი ყოფილიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისგან, ძირითადად რა თქმა უნდა დასავლეთი იგულისხმებოდა და ახლა გადავიდეთ ზოგადად თლიანი სურათი შევკრათ და შევაფასოთ ეს მოვლენები, რაც მოხდა საქართველოში. პირველ რიგში ცხადი არის, რომ ამ ყველაფერს როგორც საბჭოთა კავშირი, გინდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც გინდა ის დაარქვით, უჭერდა მხარს. ამას ადასტურებს თვით რუსი პოლიტიკოსების გვიანდელი განცხადებები, სადაც მაგალითად ყოფილი მერი მოსკოვის პოპოვის განცხადებით სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში მოსკოვს 65 მილიონი მანეთი დაუჯდა. ამას ასევე სხვადასხვა საკმაოდ მაღალი იერარქიის თანამდებობის პირები ადასტურებენ, თუმცა ეგ გასაგებია. ასევე ირიბად ამერიკის შეერთებულ შტატებმა და დასავლურმა სამყარომა შეუწყო ამ ყველაფერს ხელი, შეიძლება პირდაპირაც, თუმცა მაგის შესახებ ინფორმაციები ესე არ მოიძებნება. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული არის შემდეგი, რომ რეალურად გამსახურდიას ომის დაწყების პირველ დღეებში საკმაოდ დიდი უპირატესობა გააჩნდა. სხვადასხვა ინფორმაციის დაახლოებით 200-300 კაცამდე ყავდა კიტოვანს შეიარაღებული ძალა, ხოლო დაახლოებით 3000 კაცამდე იყვნენ მთავრობის სასახლეში პრეზიდენტის მხარდამჭერები, მათ შორის შეიარაღებულები და გამსახურდიას თავისუფლად შეეძლო მათი ბოლომდე გაწმენდა და ნეიტრალიზება, თუმცა სამწუხაროდ ეგ არ გააკეთა. ვრცელდება ინფორმაცია და როგორც გაჩვენეთ კიდევაც არაერთი ადამიანის კომენტარი, რომ მოერიდა ქართველთა შორის სისხლის გვას, თუმცა საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომ ამ ორი დებამ გამოიწვია საქართველოს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდნა. ის არ ვიცით ჩვენ ამდენად რომ გამსახურდიას ეგ რო გაეკეთებინა, გამსახურდია რამდენად დარჩებოდა მაინც ხელისუფლებაში და
სხვა ძალები გინდა რუსეთის ჯარი ან სხვადასხვა ხერხებით ისევ არ შეეცდებოდა საქართველოს მტრები ხელისუფლებით ჩამოშალოს, თუმცა ხელისუფლებას ჩემი აზრით მაქსიმალური უნდა გაეკეთებინა, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, იმიტომ რომ მან კარგად იცოდა თუ რა ძალები მოდიოდნენ ქვეყნის სათავეში. ახლა მე ვიცი რომ ბევრი სახელმწიფოებიც გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ, თვით ჩვენს მომხრეებშიც. რომ მე დროზე არ ავлакმე თურმე ეს ბანდები და დაუშვი აი ამ გლობალური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, მარტო კაცი ჩამაშიეთ ბრალიობის საფულიანდას. ფაქტიურად მე დამწუეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის 5-ის წინ. მიტინგზედაც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია დაშინებული იყო მე მესმის. მაგრამ აბა გაიხსენეთ ლიტვა. როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი ხარში ლიტვის ხელისუფლებას ლანცბერგის 13 ევროს მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა 1000-ობით კაცი ლიტვის პარლამენტში. ჩვენთან კი გადაინახეს სიცარიელი მთავრობის სასახლის მოედნის წინ, აი მაშინ დაიწყეს პუტჩი. ამ პროცესმა გამოიწვია შემდეგი რაღაცა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა შევარდნაძე, რომლის დროსაც ვერანაირი რეფორმა ვერ გატარდა, კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა და რეალურად ერთადერთი რითიც დაგვამახსოვდა ის, რომ ერთი ძალიან მაგარი პოლიტიკოსი იყო ბჭყალებში ვითომ და მეორე ის, რომ ბეიკერის ძმაკაცი იყო. ამის შემდეგ მოდის სააკაშვილი, რომლის დროსაც კატასტროფები ხდება და ხალხს ციხეებში აუპატიურებენ, ასევე დავკარგეთ ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხოლო მის შემდეგ უკვე მოდის ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნაცები უნდა გაესამართლებინა და ყოველ მეოთხე წელს გამოდის და ამ ერთხელ მომეცით ხმა და ნაცებს აუცილებლად დაუსჯიო, ეგეთი რიტორიკა აქვს. ხოლო ეს ყველაფერი კავშირში არის 1991 წლის გადატრიალებასთან, რა დროსაც რეალურად შანსი დავკარგეთ, რომ წესიურად განვითარებულიყო საქართველო. გარდა ამისა, საერთაშორისო ვითარებაში აუცილებლად უნდა შევაფასოთ შემდეგი რაღაცა, სანამ დავასრულებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედეს. სამწუხაროდ საქართველოს მეგვირ გააკეთა და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ და ბოლო 35 წელია მაგ შედეგს უყურებთ. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხით, კარგად ბრძანდებოდეთ.